მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო მაღაზია ტაქტიკალიდან შეეხება მოლე პლატფორმებს და მის სხვადასხვა კონფიგურაციებს, თვითონ მოლე სისტემის სხვადასხვა ვარიაციებს, როგორც ფუნქციონალური სხვაობით, ასევე უკვე ტექნიკური, ასე ვთქვათ, დანიშნულებითა და დატვირთვით. ზოგადად მოლეს სისტემა, მოლეს პლატფორმა მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილია, რაც წარმოადგენს, ხო, ვინც ასე თუ ისე დაინტერესებული არის და იყენებს სხვადასხვა ტაქტიკურ და სამხედრო აღჭურვილობას, ну აი სანადირო აღჭურვილობაზეც ხდება ხოლმე, მაგრამ ცოტა ისეთი იშვიათად. უფრო ტაქტიკურ სამხედრო აღჭურვილობაზე გამოიყენება, წარმოადგენს დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებულ ეკიპირებისა და აღჭურვილობის ურთიერთთავსებადობისა და დამაგრების უნივერსალურ პლატფორმას, სისტემას. თვითონ მოლეს პლატფორმების ისტორია იწყება უკვე 90-იანი წლების ბოლო პერიოდიდან, როდესაც შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებმა მოლე პლატფორმებით, ასე ვთქვათ, დაკომპლექტებული აღჭურვილობისა და ეკიპირების სხვადასხვა სისტემები მიიღეს შეიარაღებაში. თვითონ მოლეს პლატფორმები, აი ამაზე არის საუბარი. ყველაზე სტანდარტული კონფიგურაციის მოლე პლატფორმა დაფუძნებულია თვითონ პალსის სამაგრ სისტემაზე. პალსი შეიქმნა შეერთებული შტატების არმიის ინდივიდუალური აღჭურვილობის კვლევებისა და განვითარების ცენტრში 90-იან წლებში და პირველი ესეთი მასიური პრაქტიკული გამოყენება სწორედ მოლე პლატფორმებზე ჰპოვა. თავის დროზე შეერთებული შტატების არმიაში მოლეს უნივერსალურმა სამაგრმა სისტემამ ჩაანაცვლა დღესდღეობით უკვე ძალიან ესეთი მორალურად მოძველებული ალისის სისტემა, სადაც სხვადასხვა აღჭურვილობის სხვადასხვა ელემენტები და კომპონენტები, სიტყვაზე ქამარი დასამაგრებელი ელემენტები ერთმანეთთან აი ესეთი ფოლადის უხეში კლიფსებით მაგრდებოდა. ამ სისტემას ძალიან ესეთი ბევრი მინუსები ჰქონდა და კონცეპტუალურად ზოგადად თვითონ მიდგომა ამ დამაგრების სისტემის და კონცეფცია უფრო აი ცივი ომის პერიოდის, ვიეტნამის ომის პერიოდის იყო. რა თქმა უნდა, დღესდღეობით გამოიყენება ბევრი ასე ვთქვათ სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები დღემდე იყენებს ამ სისტემას, მაგრამ მორალურად ძალიან ისეთი მოძველებული არის და არანაირი პრაქტიკული გამართლება მის გამოყენებას არ აქვს, როცა თანამედროვე მოლეს პლატფორმები არსებობს და პალსის სისტემა არსებობს, ხო? თვითონ მოლეს პლატფორმები ყველაზე ისეთი აქტიურად სადაც გამოიყენება ეს არის, რა თქმა უნდა, ჯავშანჟილეტები, სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ესეთი მაღალი საშუალო და დაბალი პროფილის საბრძოლო ქამრები და რა თქმა უნდა ჩანთები. თუმცა ჩანთებზე უფრო მოლე ესეთი დამატება არის და ესეთი მაინც ესეთი დიდი ტექნიკური შეზღუდვები მოლეს სისტემის და მოლე პლატფორმის კომპლექტაცია როდესაც ხდება ჩანთებზე, მაინც ზომებში და იმაში შეზღუდვა ნაკლებად აქვს და აი ჟილეტებზე და ქამრებზე მთელი რიგი ასე ვთქვათ პროცედურები და სტანდარტებია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული, რომ მასზე აღჭურვილობის დამაგრება და გადანაწილება სტანდარტების მიხედვით მაქსიმალურად ასე ვთქვათ ერგონომიულად და პრაქტიკულად მოხდეს. თვითონ მოლეს სისტემა ყველაზე ესეთი პირველად კონფიგურაციაში დღესდღეობითაც ყველაზე გავრცელებული ვარიანტი არის ესეთი ჩვეულებრივი სრული მოლე სტანდარტის მიხედვით, რომელიც დაპატენტებული არის და გაწერილი არის პალსის სტანდარტი რაც არის, რასაც მოლე პლატფორმა იყენებს, შედგება ესეთი 25 მმ-იანი ნეილონის ლენტებისგან. ეს ლენტები გააჩნია ახლა რა ტიპის აღჭურვილობაზე არის დამაგრებული, როგორი კამუფლირება აქვს ამ კონკრეტული ჯავშანჟილეტი იქნება თუ სხვა საშუალება, არის მაქსიმალურად ასე ვთქვათ კამუფლირების წესების დაცვით თავსებადი აღჭურვილობის ძირითად ელემენტებთან და ძირითად ფერთან. ზომებს რაც შეეხება, გამოყენებული არის 25 მმ-იანი უნივერსალური ვებინგის ლენტი არის, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში გამოიყენება თვითონ ეს 25 მმ ზომა. თვითონ ჩამაგრების ადგილები ჯავშანჟილეტზე გამოყენების შემთხვევაში სპეციალური ჩამაგრების მანქანებით ხდება, რათა მასზე დამატებით ასე ვთქვათ მძიმე აქსესუარების დამძიმების შემთხვევაში არ მოხდეს მისი ჩამოხევა და ჩამოგლეჯვა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ნაკერით არ კეთდება ეს ნორმალური მოლეზე. უჯრედები, რომელსაც მოლეს სისტემა წარმოქმნის, ხო?
არის ზომაში სიგანეში არის 35-დან 38-40 მმ-მდე რა 35-დან 38 მმ-მდე არის სტანდარტი. სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რათა მოლეს პლატფორმასთან, ასე ვთქვათ, თავსება და მოლეს პლატფორმაზე გათვლილი სხვადასხვა ასეთი, ასე ვთქვათ, აქსესუარები, ამ შემთხვევაში ჯავშანჟლეტის შემთხვევაში სამჭიდროები, ხო, მაგალითად, მაქსიმალურად თანაბრად და კარგად განაწილდეს. თვითონ მოლეს ლენტები რომლის დაკერებაც ხდება სხვადასხვა პანელებზე და თვითონ ჯავშანჟლეტის კორპუსზე მაგალითად ერთმანეთისგან დაშორებული არის ასევე 25 მმ-იანი ასე ვთქვათ ცარიელი ადგილი. ამ ცარიელი ადგილს იკავებს უკვე აქსესუარზე არსებული მოლეს ლენტი და ურთიერთმონაცვლეობით ხდება უკვე ერთმანეთზე ფიქსაცია ასევე 25 მმ-იანი მოლეს ლენტების ან სპეციალური ასე ვთქვათ პლასტიკატის მოლეს სამაგრი ჯოხების საშუალებით. ამ შემთხვევაში ეს არის უკვე სრული სამხაზიანი მოლე და ასევე განსაკუთრებით ესეთი მნიშვნელოვანი რაც არის ჯავშანჟლეტების შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ესეთი შემხედრია ჯავშანჟლეტები, უფრო აი ძველი მოდელები, რომელიც აი 2000-იანების შემდეგ არის დამუშავებული, რომელსაც ნუ მოლეები ხშირ შემთხვევაში ძალიან არასწორად ხდება ხოლმე. არასწორად ქონდა ხოლმე დამაგრებული და რაში არის ხა ეს მოლეს არასწორი ასე ვთქვათ დამაგრება რაში გამოიხატება. თვითონ მოლეს უჯრედები უნდა იყოს თანაბრად ჯავშანჟლეტზე, ზოგადად ჯავშანჟლეტის შერჩევისას ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ეს კონკრეტული შუა ადგილზე ცენტრში აუცილებლად უნდა იყოს ნაკერი და ორივე მხარეს, მარჯვენა და მარცხენა მხარეს უნდა იყოს თანაბარი რაოდენობის მოლე უჯრედები და არავითარ შემთხვევაში მოლე უჯრედები არ უნდა იყოს კენტი რაოდენობის, აუცილებლად უნდა იყოს ლუწი რაოდენობის, რათა მასზე ნუ ჯავშანჟლეტის წინა ნაწილზე არის საუბარი, მასზე სამჭიდროების დამაგრების შემთხვევაში სამჭიდროები დამაგრდეს ლუწი რაოდენობის და მასში მჭიდროების ჩალაგების შემთხვევაში წონა იქნას მაქსიმალურად ცენტრზე განაწილებული, არ იყოს მარჯვენა მხარეს გადაწეული ან არ იყოს მარცხენა მხარეს გადმოწეული. ნუ ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ძირითადი ასე ვთქვათ წესი არის, რომელიც აუცილებელია რომ ჯავშანჟლეტის მოლეთი დაკომპლექტების დროს, შეკერვის დროს იქნას დაცული. თვითონ მოლე პლატფორმები ჯავშანჟლეტის კორპუსის უკანა მხარესაც, ჯავშანჟლეტის ჩიხოლის უკანა მხარესაც მაგრდება, მაგრამ მაინც და მაინც ისეთი დიდი შეზღუდვები აქ ლუწი იქნება თუ კენტი რაოდენობა, ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ისეთი როგორც აქვს წინა პანელის შემთხვევაში, თუმცა რეკომენდირებულია და ზოგადად ბევრად უფრო კარგია თუ უკანა მხარესაც ლუწი რაოდენობის უჯრედები იქნება. და ზოგადად small ზომიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, XXL ზომის ჩიხოლებით დამთავრებული, მეტნაკლებად ყველგან ცდილობენ, ასე ვთქვათ, მწარმოებლები, რომ ლუწი რაოდენობა იქნას განლაგებული, რომ თანამედროვე მიდგომები ესეთი არის. როგორც ხედავთ, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სრული მოლე, სტანდარტები დაცული მოლე ამ მაღალი პროფილის კამარზეც არის. საბრძოლო კამრებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საბრძოლო კამრები აუცილებლად მოლეებით არის დაკომპლექტებული. მაღალი პროფილის კამრებზე ჩვეულებრივად სრულფასოვანი, ასე ვთქვათ, სრული ზომის მოლე არის. საშუალო პროფილის კამრებზე შეიძლება ეს ორი მოლე გვერდი-გვერდი იყოს, ასე ვთქვათ, გადაბულ მდგომარეობაში და ცოტა უფრო სპეციფიური კონსტრუქცია არის ამ შემთხვევაში და არსებობს ასევე დაბალი პროფილის, ძალიან მინიმალისტური პროფილის საბრძოლო კამრები, არ ვიცი ხა რამდენად კარგად ჩანს, სადაც უკვე არასტანდარტული ნახევარ მოლე გამოიყენება. ამ შემთხვევაში ზედა და ქვედა ჩამაგრების უჯრედები არის 25 მმ-იანი გადაკეცილი ნეილონის ლენტი, რომელიც ნახევარი არის ჩვეულებრივი მოლესი და მათ შორის სივრცე ამ ორ ლენტს შორის არის 25 მმ, რათა უკვე აქსესუარის მოლეს უჯრედები მოთავსდეს მასზე რა და ფიქსაციის პრინციპი ზუსტად იგივეა, რაც ჩვეულებრივ მოლეზე არის. ნუ ესეთი ნახევარ მოლეები სპეციალურად ეს ადრე არ იყო, მაგრამ ბოლო წლებში გამოჩნდა, ბოლო რამდენიმე წელიწადია აქტიურად გამოჩნდა აღჭურვილობის სოფლიო ბაზარზე ესეთი დაბალი პროფილის საბრძოლო კამრები, რომელიც მაღალი პროფილის საბრძოლო კამრებთან შედარებით კონკრეტულ სიტუაციაში აი ტაქტიკური კუთხით, ტაქტიკური კომპლექტაციის და ტაქტიკური გამოყენების კუთხით ბევრად უფრო ოპტიმიზებული და მოხერხებული არის. ნუ კამრებზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებთ კიდე, სადაც შედარება გაკეთდება აი ამ დაბალი და მაღალი პროფილის კამრების და იქ შევეხებით უკვე მაგ ნაწილს. მოკლედ დაბალი პროფილის კამრებზე ესე აქტიურად გამოიყენება დაბალი, ასე ვთქვათ, ნახევარ მოლეები. ხო, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მოლეს შედარებით გათანამედროვებულ ვარიანტებს, არსებობს ესეთი ნუ ამ კონკრეტული აქსესუარის შემთხვევაში, სადაც კარგად ჩანს,
არსებობს ასეთი ლაზერული ჭრის მოლეებიც. ლაზერული ჭრის მოლეები განსხვავებით ჩვეულებრივი მოლესგან, სადაც ჯავშანჟილეტის ძირითადი კორპუსის, ასე ვთქვათ, ჩიხოლის ძირითად მატერიაზე ხდება დამატებით ლენტების დაკერება, ხო, უჯრედების მისაღებად. ლაზერული ჭრის ეგრეთ წოდებული ლაზერკატ მოლეებზე ძირითადი მასალა არის აღებული და მასზე ლაზერულად არის სპეციალური ჭრილები გაკეთებული, რათა უკვე თვითონ კორპუსმა ძირითადმა მასალამ შეასრულოს ის ფუნქცია, რასაც ამ შემთხვევაში თვითონ ლენტები ასრულებს. აი, ამ ჯავშანჟილეტის ზედა ნაწილზე, პანელზე ხედავთ, რომ ლაზერული ჭრის მოლე არის, ქვემოთ უკვე ჩვეულებრივი მოლე არის დატანებული. ამ შემთხვევაში ეს ტაქტიკის ტიპის 511-ის ტაქტიკის ტიპის ჯავშანჟილეტი არის და შეგვიძლია შევხედოთ ასევე უკრაინული წარმოების ემტაკის ფილის მატარებელსაც. ეს უკვე სმოლის ზომის ფილის მატარებელი არის, ზედა მხარეს ხედავთ ლაზერული ჭრის მოლეთი არის და ქვედაც უკვე პანელი ლაზერული ჭრის მოლე არის. ლაზერული ჭრის მოლის გასაკეთებლად, უმეტესად რა თქმა უნდა გამოიყენება ხოლმე ჩვეულებრივი კორდურა 500, კორდურა 1000-საც იყენებენ მაღალი სიმტკიცისთვის და ასევე ჰიპალონის მასალასაც ხმარობენ ძალიან აქტიურად. აი ჰიპალონის მასალა მარტივად რომ მიხვდეთ, დაახლოებით შემადგენლობით ის მასალა არის, რა მასალითაც მზადდება გასაბერ ნავები. მოლე პლატფორმები, მოლე სისტემა ზოგადად ჯავშანჟილეტების შემთხვევაში განთავსებულია როგორც ასე ვთქვათ, უკანა და წინა პანელებზე, ასევე ამ შემთხვევაში კამერბანდებზეც. სრული ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი სტანდარტული პროფილის კამერბანდები, ანუ შევსებული კამერბანდებიც ხშირ შემთხვევაში ჯავშანჟილეტებზე მოლეთი არის აღჭურვილი, თუ კამერბანდის სისტემა აქვს ზოგადად ჯავშანჟილეტს და ამ შემთხვევაში მინიმალისტური ჩონჩხისებური კონსტრუქციის კამერბანდიც, როგორც ხედავთ, მოლეს უნივერსალური პლატფორმის სახით არის წარმოდგენილი, ანუ თან კამერბანდია, თან პლუს მოლეს სამაგრი სისტემა, რომ მასზე მოხდეს დამატებითი სხვადასხვა სამჭიდეების, ხელმყუმბარის ჯიბეების, სიტყვაზე შიდა მხრიდან დამატებითი გვერდულა ჯავშანფილის და რბილი ბალისტიკური პანელის ფიქსაცია, დამაგრება. ზოგადად ხარისხიანი აქსესუარები, ნორმალური კომპანიების წარმოებული ხარისხიანი აქსესუარები მაქსიმალურად არის თავსებადი ნორმალურად დამზადებული მოლეს სისტემასთან. მისი ასე ვთქვათ ლენტები, მის გათვალისწინებით თუ როგორი სიგანის არის აქსესუარი, ასე ვთქვათ რა დატვირთვებზე არის გათვლილი, რა დატვირთვები შეიძლება მოხდეს, ასე ვთქვათ, რა დატვირთვებით შეიძლება მოხდეს მისი დამძიმება. დაკომპლექტებული არის ხოლმე როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში ლუწი რაოდენობის, ასე ვთქვათ, ეს მოლეს სამაგრი ლენტებით. ეს კონკრეტული ლენტები განაწილებული არის თანაბრად და გათვლილი არის იმაზე, რომ კონკრეტულ პანელზე ან რაღაც აღჭურვილობის კორპუსის დამაგრების დროს კონკრეტული აქსესუარი მაქსიმალურად თანაბრად იქნას განლაგებული და აი ამ ჩამაგრების ლენტების ცენტრები მაქსიმალურად უნდა ემთხვეოდეს მოლე უჯრედის ცენტრს, რომელიც 35-დან 38 მმ-მდე შეიძლება მერყეოდეს. თვითონ ჩამაგრების ლენტები სხვადასხვა აქსესუარზე, ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციით შეიძლება იქნას წარმოდგენილი. აი ამ შემთხვევაში ესეთი მრავალფუნქციური პატარა ჩანთუკა არის ორგანყოფილებიანი, რომელიც მოლეს სისტემასთან არის თავსებადი. ამ შემთხვევაში უკანა ნაწილში ამას აქვს სრულად შევსებული მოლე, სტანდარტული მოლესგან განსხვავებით ცარიელი ადგილები აღარ არის დატოვებული და რატო? ლენტების ასე ვთქვათ, ამ კონკრეტული ლენტებით ამ აქსესუარის ფიქსაცია პრაქტიკულად ყველანაირი ტიპის ნახევარმოლე, სრული მოლე და სტანდარტული მოლეს პანელზე არის შესაძლებელი, ანუ ცარიელი ადგილების არარსებობის გამო სამაგრი ასე ვთქვათ ლენტები მაქსიმალურად ასე ვთქვათ მჭიდროდ მაგრდება სხვადასხვა კონფიგურაციის სხვადასხვა ტიპის მოლეს პლატფორმაზე. ამ შემთხვევაში ეს არის ძველებური მიდგომა, თავდაპირველი მიდგომა, რა მიდგომითაც ხდებოდა მოლე ლენტების ფიქსაცია უკვე თვითონ მოლე სისტემაში გაყრის შემდეგ კორპუსზე. ეს არის კნოპებით, რკინის ასე ვთქვათ, ლითონის კნოპებით დამაგრების პრინციპი. ლენტებში გატარების შემდეგ ჩვეულებრივად, ყველა მეტნაკლებად იცის ეს როგორც მაგრდება, საბოლოო ეტაპზე ხდებოდა მისი შეკვეთა, თუმცა სხვადასხვა აღჭურვილობის ელემენტებზე პრაქტიკულმა გამოყენებამ წლების განმავლობაში აჩვენა, რომ ეს მიდგომა მაინც და მაინც პრაქტიკული ვერ არის და მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ხარისხიანი კნოპები არის. ასეთი ხარისხიანი კნოპები, უმეტეს შემთხვევაში არ არის ხოლმე აღჭურვილობაზე და ყველაზე ესეთი რაც გავრცელებულია და მეტნაკლებად ისეთი
ჩემი აზრით მეტნაკლებად საიმედო კნოპები თუ კი სადმე არის საარმიო აღჭურვილობაზე, ეს არის ბრიტანული აღჭურვილობა და შემდგომ ამერიკული აღჭურვილობა, აი მოლეურის სისტემა, მაგალითად მოლეური ტიპის ჩანთები რაც არის, მაგრამ მაინც დღესდღეობით მოძველებულ მიდგომად ითვლება თვითონ კამრებზე, ჯავშანჟილეტებზე, სხვადასხვა აქსესუარების ფიქსაციისათვის უფრო ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ასეთი შეკეცვის მეთოდი, ბევრად უფრო იაფიცარი და ბევრად უფრო დიდი ხანით ძლებს გამართულ მდგომარეობაში. თვითონ მოლელი ლენტის დასრულების შემდეგ ის არის გადაკეცილი, ორჯერ ხან სამჯერ შეიძლება იყოს გადაკეცილი, შუაში ძალიან თხელი 0.5 ან უმეტეს შემთხვევაში 1 მმ-იანი პლასტიკატი აქვს ჩადებული და მოლეებში გატარების შემდეგ ხდება მისი შეკეცვა და თუ ასე ვთქვათ, სპეციალურად არ მოხსენი, თითქმის გამორიცხულია, რომ საველე სიტუაციაში თავისით მოხდეს მისი მოძრობა. ამ შემთხვევაში ეს არის, ჯავშანჟილეტზე შეიძლება დამაგრდეს, მაგრამ უფრო კამარზე გათვლილი უნივერსალური ჩანთუკა. ამ შემთხვევაში უკვე ორგანყოფილებიანი სწრაფი ამოღების სამჭიდეები, პლასტიკატის ჩანართებით, აქაც ხედავთ, რომ შეკეცვის მეთოდით ხდება მისი ფიქსაცია მოლეზე, ვიდეოს ბოლოსკენ გაჩვენებთ, როგორ ხდება თვითონ მოლე პლატფორმაზე აი ამ აქსესუარების ფიქსაცია ლენტის მონაცვლეობით გაყრის პრინციპით. აქაც ემტაკის სამჭიდეზე როგორც ხედავთ, ძალიან ისეთი მარტივად ხდება აწყობის შემდეგ ფიქსაცია, შესაკეცი ლენტები არის და შედარებით ასე ვთქვათ, იაფიანი ასე ვთქვათ, აი ჩინური წარმოების შედარებით იაფიანი უნივერსალური პატარა ჯიბი არის, სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება იქნას გამოყენებული, აქ უკვე კნოპებს ხედავთ რა. ასევე 308 კალიბრის შაშხანების მჭიდებზე, არათის მჭიდებზე გათვლილი სამჭიდე არის პლასმასის ჩანართებით. აქაც ესეთი თანამედროვე ჰიპალონის მასალა არის გამოყენებული უკანა მხარეს და მოლეს შესაკეცი ლენტები, აქაც ესეთ კონფიგურაციაში არის წარმოდგენილი სრული მოლე, შევსებული მოლე 3 ლენტით და შესაკეცი. ზოგადად შესაკეცი ვარიანტი, როდესაც კეთდება, რეკომენდირებული არა და აუცილებელი არის ფაქტიურად აუცილებელია, რომ შესაკეცი ლენტის ვარიანტში იყოს სრული ასე ვთქვათ ლენტები რა, სრულად შევსებული და არა აი მაგალითად ესეთი ჩვეულებრივი სტანდარტული ცარიელი ადგილით, ლენტი, ცარიელი ადგილი და შემდეგ ისევ ლენტი. გარდა სხვადასხვა ტიპის აქსესუარებისა და ჩანთებისა, მოლე პლატფორმებზე მაგრდება ესეთი სპეციალური პლასტიკატის სამაგრებიც. ბევრი სხვადასხვა ასეთი სამაგრები არსებობს, მაგრამ ეს კონკრეტული ძალიან ისეთი გავრცელებული არის და საინტერესო. კომპანია BlackHawk-მა გამოიყენა ასეთები ერთ-ერთმა პირველმა. ეს არის მოლე სისტემაზე პისტოლეტის კაბურის სამაგრი უნივერსალური პლასტმასის პლატფორმა, რომელიც როგორც წესი უფრო ჯავშანჟილეტებზეც იყენებენ ხოლმე, თუ აი მაგალითად წინა მხარეს გინდა პისტოლეტი დამაგრო, მაგრამ პისტოლეტის წინა მხარეს დამაგრება დიდად ასე ვთქვათ, პრაქტიკული ვერ არის განსაკუთრებით საბრძოლო სიტუაციაში, ამიტომ ბევრად უფრო პრაქტიკულია ამის გამოყენება არის აი გვერდებზე, მარჯვნივ ან მარცხენა მხარეს საბრძოლო კამარზე. ძალიან ისეთ საიმედოდ ხდება ამითი ფიქსაცია და შემდგომში აქ არსებული ნახვეტებით სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ადგილებზე შეიძლება იქნას დამაგრებული ამაზე მორგებული, ამ კონკრეტულ პლატფორმაზე მორგებული კაბურა. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, აი აქ კიდე ერთის მინდა გაჩვენოთ, უკვე სამნაწილიანი, სამგანყოფილებიანი სამჭიდე, უკვე ინდივიდუალურად ორ მჭიდზე გათვლილი სამჭიდეებით, სამიანი, უკანა მხარეს აქვს ესეთი 6 ერთეული, იმის გამო რომ დიდი არის სამჭიდე და 6 მჭიდზე არის გათვლილი, შესაბამისად დიდ დატვირთვას უნდა გაუძლოს და ხედავთ, რომ 6 ცალი დამატებით გამაგრებული სამაგრი ლენტები აქვს ბოლოში კნოპებით. ზოგადად არის ესეთი მიდგომა, პრაქტიკაში რაც ასე ვთქვათ, მეტნაკლებად გამართლებული არის, თუ არის ერთი კონკრეტული სამჭიდე, თუ არის ერთგანყოფილებიანი ან ორგანყოფილებიანი, რომელიც რაღაც არანორმალურად დიდ დატვირთვებზე არ არის, ხო გათვლილი და არ სჭირდება, რეკომენდირებულია ქონდეს შესაკეცი ლენტები ფიქსაციისთვის. რა სწრაფად დამაგრებაც შეიძლება, სწრაფად მოხსნათ ამითი და თუ ერთიანი დიდი სამჭიდე არის, მაგალითად 6 მჭიდზე არის გათვლილი, შესაძლებელია რომ გამოვიყენოთ კნოპების ვარიანტი, უბრალოდ ამ შემთხვევაში თუ კარგი სამჭიდე არის და ზოგადად კარგი მწარმოებელია, მაღალი ხარისხის კნოპებს იყენებენ, თორე რამდენიმე გახსნა დაყენების შემდეგ ძალიან ისეთი მარტივად ხდება მისი წყობიდან გამოსვლა, ეს ქვედა კნოპი, რომელიც აქ არის მიკერებული,
ჩამაგრების ადგილიდან ხდება ხოლმე მისი ამოგლეჯვა. თუ ხარისხიანი არ არის და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სიტყვაზე აი ეს აქსესუარი, სხვადასხვა აქსესუარი არის დამზადებული ნეილონისგან, განსაკუთრებით 500D ნეილონი თუ არის, კნოპები არის ძალიან არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ხდება მისი გახევა და ამოგლეჯვა და თუ კორდურა 500 არის, ორიგინალი კორდურა 500 ან კორდურა 1000 არის, განსაკუთრებით კნოპების ვარიანტიც შეიძლება, მაგრამ აქაც ხარისხს აქვს დიდი მნიშვნელობა კნოპების. ამ შემთხვევაში აქ უკვე აწყობილი ფილის მატარებელი პლატფორმა არის, საშუალო ასე ვთქვათ, კონფიგურაციის ფილის მატარებელი პლატფორმა, შევსებული კამერბანდი აქვს, აქ არ არის ჩონჩხისებური ასე ვთქვათ, მინიმალისტური კამერბანდი, სრული კამერბანდია, აქეთ იქიდან უკვე მარჯვნივ და მარცხნივ ორი მხარეს უტილიტი მრავალფუნქციური ჯიბეები აქვს დამაგრებული, რომელიც სხვადასხვა ნივთების ან სამედიცინო დანიშნულებითაც შეიძლება იქნას გამოყენებული. უკანა პანელზე დამაგრებული არის მრავალფუნქციური ჩანთა, რეალურად ეს არის მრავალფუნქციური ჩანთა, მაგრამ პირველად დანიშნულება ამისი ჰიდრატორის ჩადება, ანუ კემელბექებს რო ეძახიან, მაგისი ჩადება, მაგრამ საქართველოს სიტუაციაში კემელბექზე ბევრად უფრო პრაქტიკული ამაში სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ხარახურების და სხვადასხვა საჭირო ნივთების ჩაყრა არის, რაც შეიძლება სიტყვაზე სხვადასხვა სიტუაციაში დაგჭირდეთ, ხო? და წინა მხარეს გვერდებზეც და წინიდან უკვე სწრაფი ამოღების წინ სამგანყოფილებიანი და თითო-თითო განყოფილებიანი გვერდულა ჯიბეები არის დამაგრებული. სწორედ აი ამ თქვენზე მორგებული, თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული კონფიგურაციის აწყობის საშუალებას გაძლევთ მოლე პლატფორმები, როგორც ასე ვთქვათ, აგიხსენით ვიდეოს დასაწყისში. მოდი ახლა შეგვიძლია რომ შედარებით ახლო კადრით ვანახოთ, როგორ ხდება ასე ვთქვათ მოლე პლატფორმაზე სხვადასხვა აქსესუარის ფიქსაცია მონაცვლეობით გაყრის პრინციპი. გავაკეთოთ ასე ვთქვათ საჩვენებელი დამაგრება სწრაფი ამოღების, დაბალი პროფილის სწრაფი ამოღების სამჭიდის ჩვეულებრივი მოლე პლატფორმით აღჭურვილი ჯავშანჟილეტის პანელზე. ამ შემთხვევაში ეს ემტაკის სწრაფი ამოღების პოუჩი ავტომატის ჭიდზე გათვლილი, რაც არის ხა გასათვალისწინებელი, როცა ვაკეთებთ აქსესუარის დამაგრებას ჯავშანჟილეტის წინა პანელზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ყველა ჯავშანჟილეტის პანელს წინა მხარეს არსებული სამჭიდო პანელი, რასაც ქვია, აქვს თავისი, ასე ვთქვათ, გახსნის დროს აქვს თავისი აწევის შეზღუდული, ასე ვთქვათ, ზომა რა. ნუ სიტყვაზე აქ არის გადაკერებული, ხო? ამიტომ სამჭიდეს აქვს თავისი სიმაღლე, ხო? პლუს ამას მასში მოთავსებული მჭიდი, ნუ სადღაც აქამდე ამოვა რა, M4 მჭიდის შემთხვევაში კალაშნიკოვი ცოტა კიდევ უფრო გრძელი. ამიტომ სამჭიდის დამაგრების დროს დამაგრებას არ ვიწყებ ზემოდან. თორემ მასში ჩადებული მჭიდებით რომ მოგვიწვიოს ამისი აწევა გახსნა, ხო, ძალიან სერიოზულად შეგვიშლის ხელს რა. ზოგ შემთხვევაში მოვეც გავხსნათ წინა პანელი და მჭიდების ამოღება მოგვიწვიოს. ამიტომ სამჭიდეს დამაგრებას ვიწყებთ ყოველთვის ქვედა მხრიდან. ანუ დავადებთ ესე ქვედა მიმართულებით და ყველაზე ახლოს მყოფი მოლე რაც იქნება, იქიდან ვიწყებთ ასე ვთქვათ ჩამაგრებას. ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული სამჭიდის ზომებიდან გამომდინარე ყველაზე ოპტიმალური არის ქვედა მხარე და არა აი ეს ზედა ნაწილი რა. დავამაგროთ მოდი ასე ვთქვათ კონკრეტულ ადგილზე. ნუ სამჭიდეს ხა როგორც ხედავთ, აქვს ორი ასე ვთქვათ სამაგრი ლენტი. არის სხვათა შორის ესეთი სხვადასხვა ტიპის პატარა აქსესუარები, სხვადასხვა ნივთების შესაძლებლად, რომლებსაც მდიდარ ტვირთებზე არ არის გათვლილი და მხოლოდ ერთი მოლე, თითო მოლე უჯრედი აქვს, სამი ხაზი როგორც ხედავთ და მხოლოდ ერთი ლენტი. ასეთი მხოლოდ ერთი ასე ვთქვათ, ერთი მოლე უჯრედის, ერთი სლოტის ასე ვთქვათ დაკავება ხდება რა. მაგრამ ნუ ესენი უფრო ცოტა სხვა ტიპის ჯიბეებია, ჯავშანჟილეტისთვისაც არის, მაგრამ უფრო კამარზე დასამაგრებელი პატარა ჩანთუკები არის. დავიწყოთ უკვე დამაგრება, დავადებთ კონკრეტულ პოუჩს, მოვზომავთ საიდან ჯობია ასე ვთქვათ ჩასმა. თვითონ აი სამჭიდის ზედა ნაწილში ხედავთ რომ ეს ადგილი არის თავისუფალი, ანუ ეს არის გათვლილი ჯავშანჟილეტის მოლე ლენტისთვის. გავატარებთ პირველში და მეორესაც ასევე. როგორც მნიშვნელოვანია რომ დამაგრება რო გაგვიმარტივდეს, ეს ლენტები თანაბრად ასე ვთქვათ ისე თანაბრად დავამაგროთ და არ გავაკეთოთ ისე რომ ერთი ლენტი ბოლომდე დავამაგროთ და მეორე დამაგრება დავიწყოთ ხოლმე შემდეგში. ამ შემთხვევაში სწრაფი გატარებისთვის ესე გადმოწევთ, სანამ გვაძლევს ამის საშუალებას, გავატარებთ შემდეგში და გადმოვკიცავთ. შემდგომში სანამ ლენტის სიგრძე გვაძლევს ასევე საშუალებას
მეორე ასე ვთქვათ მის წამცარიელ ადგილზე დაიკავებს აი ეს კონკრეტული სივრცე ადგილს და შემდეგში გავატარებთ უკვე მონაცვლეობით უკვე ჯავშანჟილეტის ყველაზე ქვედა მოლეში. ზოგადად სამჭიდეების დამაგრება და განსაკუთრებით დაბალი პროფილის სამჭიდეების დამაგრება ძალიან ისეთი მარტივი არის და არანაირი პრობლემა არ არის. შემდგომ ხედავთ ამოვიდა, ამოიწია და არის აქ ორი ვარიანტი. შეგვიძლია პირდაპირ შევკეცოთ თავისივე თვითონ სამჭიდეზე არსებულ იმაში, სამჭიდეზე არსებულ მოლეს უჯრედში, ან შეგვიძლია ეს ქვედებით თვითონ გავატაროთ, დამატებითი სიმტკიცისთვის გავატაროთ ამაში. ეს უკვე ესეთი ბევრად უფრო საიმედო ფიქსაცია გამოვა. ხედავთ, აი ერთი და მეორესაც დავამაგრებ. და ხოლოდ შემდგომ მოვახდინოთ მისი გადაკეცვა და უკვე შეკეცვა უკვე ჯავშანჟილეტის მოლეში. თუმცა ეს კონკრეტული უფრო გათვლილი არის აი პირველ ვარიანტზე, იმიტომ რომ ეს გადმოსაკეცი ლენტების თავები სწრაფი გამოძრობის ფუნქციით არის აღჭურვილი და გათვლილი არის თვითონ სამჭიდეში შეკეცვაზე. მაგრამ ეს ვარიანტიც ჩვეულებრივად იმუშავებს და ბევრად უფრო კარგად დააფიქსირებს კონკრეტულ სამჭიდეს რა. გამორიცხულია რომ ეს თავისით მოძრეს, ჩვენ თუ არ მოხსენით ხელით. რაც მინდა აქ რომ აღვნიშნო, თანამედროვე ლაზერული ჭრის მოლეს პლატფორმაზე, ხო? მაინც და მაინც არ არის რეკომენდირებული ჩვეულებრივი ასეთი კნოპიანი ლენტებით აქსესუარის ფიქსაცია. თვითონ აი ამ ლაზერული ჭრის მოლე ზოგადად ჩვეულებრივი მოლესთან შედარებით ბევრად უფრო ასე ვთქვათ მარტივად შეიძლება დაზიანდეს აწყობის დროს. ამიტომ ეს ამისი განიერი თავები საკმაოდ რთული ჩასასმელიც არის ამაში და თვითონ აწყობის პროცესი ძალიან გახანგრძლივდება და არ არის მაინც და მაინც ასე ვთქვათ ერგონომიული ასაწყობი. ამიტომ ზოგადად ეს უფრო შედარებით თანამედროვე მიდგომა სწრაფი აწყობის, რასაც ქვია ესეთი შეკეცვის ვარიანტი, ბევრად უფრო აპრობირებული არის და კარგად მუშაობს ლაზერული ჭრის მოლეს პლატფორმაზე. მოდის აჩვენებლად ეს კონკრეტული კნოპებიანი ლენტების მქონე სამჭიდე პანელი დავამაგროთ ჩვეულებრივ მოლეზე. ვიწყებთ ზედა მხრიდან. გავატარებთ ჩვეულებრივად. აქაც პრინციპი აქაც იგივეა. ხშირ შემთხვევაში აი როცა სამჭიდეები არის ხოლმე და უკანა მოლეს ამაგრის სისტემა აქვს, ხო? აი ამ ადგილზე ჩაკერებები არ აქვს, მაგრამ შეიძლება ჩაკერებული ვარიანტით შეგხვდეს რა. ეს ჩაკერებები არ აქვს, იმიტომ რომ ბევრად უფრო მარტივად მოხდეს მისი აწყობა. ჟილეტზე რა თქმა უნდა გაყოფილებები გვერდ-გვერდ და გადაკერებულია, ამიტომ გავაკეთოთ ეგეთი ვარიანტი. ყველა 6-ვე უნდა გავატაროთ. დიდი დახმარებით ამას ავწევთ და ესე შევაძვრენთ. შემდეგ რაღაცა დონემდე ჩამოვწევთ და მონაცვლეობით ამოვატარებთ. ამ შემდეგ იმაში, რა ქვია, სამჭიდეზე არსებულ შემდეგ მოლეს ხაზში. შემდეგ აი ესე გადმოვკაჩავთ. ეს არის ყველაზე მარტივი რა. გადმოვკაჩავთ და უკვე ამ შემთხვევაში მოვკაჩავთ, რომ ზედა ნაწილი მაქსიმალურად მჭიდროდ მიუახლოვდეს იმ ადგილს, სადაც უშუალოდ დაკიდებული არის სამჭიდე, ანუ პირველ ასე ვთქვათ მოლე ლენტას. შემდეგში უკვე იგივენაირად მონაცვლეობით გამოვატარებთ. ხედავთ როგორ მარტივად ხდება ჩვეულებრივ მოლეზე, ანუ ლენტებით აწყობილ მოლეზე კნოპებიანი ლენტების გაყრა, ფიქსაცია. ბევრად დიდ დროს წაიღებდა სიტყვაზე ლაზერული ჭრის მოლეზე აი ესეთი თუნდაც ერთი ცალი ლენტის გატარება. და ყველაზე ბოლოს ამოტარდება უკვე ჟილეტის სულ ქვედა პანელის სულ ქვედა მოლეს ხაზზე. ძალიან ხშირად შევხვდებით ხოლმე, რომ აი ამ გატარებებს ხო ურთიერთ მონაცვლეობით არ აკეთებენ და თავში ჩამოკიდებენ ხოლმე, მერე შუებს გამოტოვებენ და ბოლოში ერთ სალში გაატარებენ, ან იქაც არა და პირდაპირ კრავენ კნოპით თუ სხვა ასე თქვა შეკეცვის ვარიანტით. ეს არ შეიძლება ზოგადად ეს აღჭურვილობას, განსაკუთრებით თუ საბრძოლო სიტუაციაში გინდათ აღჭურვილობის გამოყენება, საიმედოდ ვერ ამაგრებს და სიტყვაზე ესე დამაგრებულ სამჭიდეში, რომ შემდგომ მჭიდები ჩავალაგოთ,
წონა დაკაჭავს და შეიძლება საერთოდ მოძრეს და დავკარგოთ. რა მოკლედ არაერგონომიული იქნება, პლუს სირბილის დროს აქეთ-იქით იხტუნავებს და ასე შემდეგ. ტყუილად არ მოუფიქრებიათ მოლეს სისტემა, პალსის სისტემა ზოგადად ესე რომ მონაცვლეობით უნდა მოხდეს მისი გატარება, ზომების დაცვა შეკერვისას, სწორედ ამიტომ ხდება. თორე საერთოდ ფუნქცია არ ექნებოდა მაშინ, ხო? აი საკმაოდ ისეთი საიმედოდ მოხდა პანელზე დამაგრება და აი ეს რო დააკვირდით, ნახეთ, მონაცვლეობით არის გატარებული ლენტი. ეს არის აუცილებელი დასაცავი წესი აწყობის დროს. მოკლედ ახლა გიჩვენებთ როგორ შეიძლება ტიპიური ასე ვთქვათ ლაზერული ჭრის პანელზე აი მაგალითად სამედიცინო ჩანთის დამაგრება. ამ შემთხვევაში ახლა ეს სამედიცინო ჩანთა რა თქმა უნდა აქ არ მაგრდება წინა მხარეს ეს სამჭიდრების ადგილია უბრალოდ ნიმუშისთვის გაჩვენებთ აი შესაკეცი თხელის შესაკეცი ლენტები როგორ მარტივად დამაგრდება ლაზერული ჭრის პანელზე რა. ამ შემთხვევაში წინა პანელი შეიძლება ჩვეულებრივი მოლეთი იყოს და მასზე სხვადასხვა ტიპის სამჭიდრები მაგრდება როგორც წესი. ну გადავწყვეტავთ ზოგადად საიდანაც გვინდა დამაგრება და საიდან მოიწყებოდეს, ну ამ შემთხვევაში მეტნაკლებად ემთხვევა მათი სიმაღლეები ერთმანეთს და ვიწყებთ ზემოდან. პირველი აქაც რა თქმა უნდა პირველი ვატარებთ. ნახეთ როგორ მარტივად გაძვრა პანელში. შემდგომ მეორე ლენტს, ну თუ დიდი რაოდენობა არის ლენტების 4 ცალი ან 6 ცალია მონაცვლეობით ვაკეთებთ, არა ზედას და არა პირველს და ბოლოს რა, მონაცვლეობით აუცილებლად. შემდგომ იგივე პრინციპით გამოვატარებთ უკვე აქსესუარზე არსებულ ლაზერულ მოვლენს უჯრედში და მოვქაჩავთ სადამდეც მიგვიშვებს. შემდგომ ისევ გამოვატარებთ ჯავშანჟილეტის წინა პანელის ლაზერული ჭრის მოვლენზე. ზოგადად აქვე მინდა კიდე გავიმეორო, რომ საიმედოობის ამბავში და ზოგადად აწყობის ამბავშიც, აწყობის პროცესიც ბევრად მარტივია ჩვეულებრივი მოლეზე, ვიდრე ლაზერული ჭრის მოლეზე და საიმედოობის ამბავშიც ჩვეულებრივი მოლე ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, დიდი ხანი მუშაობს და ძლებს. შემდეგ ისევ შეგვიძლია ჩვენ გამოვატაროთ, ან პირდაპირ შევკეცოთ ამ კონკრეტულ იმაში, რა ქვია, აქსესუარის ჭრილში, ну ამ შემთხვევაში აქვს ესეთი პატარა დანაყოფი აქვს ლენტის გამოსაძვრენად, ბოლო ასე ვთქვათ ფიქსაციისთვის, ამ პატარა მასში გამოვაძვრენთ და ეს გათვლილი არის რაზე, რომ შეკეცვა ამ შემთხვევაში ორივე მხარე ერთნაირი აქვს და შეკეცვა უნდა მოხდეს უკვე იმ კონკრეტულ პანელზე, რომელზეც ხდება ამ აქსესუარის დამაგრება. ამ შემთხვევაში ესე გადმოწევთ და ესე კუთხით ჩავამაგრებთ, რომ თანაბრად ჩავიდეს მეტნაკლებად თავარი არის, რომ ეს კონკრეტული ლენტი იყოს ბოლომდე მოკაჩული, რომ ზემოთ თუ დარჩა რაღაცა სიგრძე, ხო, შეკეცვას ვეღარ მოახდეთ. აი ხედავთ დაფიქსირდა ჩვეულებრივად. ძალიან საიმედოდ და ჩვეულებრივი მოლის მსგავს საკაც მონაცვლეობით არის გატარებული. რაც შეეხება მოლე პლატფორმის დამაგრებას ჩანთებზე, ხო? ჩანთების შემთხვევაში, ну ჩანთა არ არის ისეთი აღჭურვილობის ელემენტი, სადაც გარედან არის სამჭიდროები მაგრდება სიტყვაზე ან რაღაც მსგავსი ისინი, თუმცა ჩანთაზე მოლეს სისტემით შეგვიძლია დამატებით პატარა ჩანთუკები დავამაგროთ, სხვადასხვა ტიპის მრავალფუნქციური პოუჩები და სწორედ ამისთვის გამოიყენება გარემოლე სისტემა. ну ტაქტიკურ ჩანთების დიდ ნაწილს გვერდებზეც აქვს პატარა, ასე ვთქვათ, რამდენიმე ხაზი მოლესი, როგორც აქ ამას როგორც ხედავთ და წინა მხრიდანაც. განსხვავებით ჯავშანჟილეტებისგან ჩანთებზე არა ვართ რაღაცა შეზღუდული მოლეს უჯრედების რაოდენობაში და როგორც ჯავშანჟილეტის წინა პანელზე აუცილებელია რომ უწი რაოდენობის მოლეები იყოს და იყოს ჩაკერვით გაცენტრებული, ჯავშანჟილეტზე ესეთი შეზღუდვა არ გვაქვს. ხედავთ რომ ცენტრში ჩვეულებრივი მოლე უჯრედი არის და აქეთ იქიდან ორი უჯრედი, ანუ სულ მთლიანობაში გვაქვს 5 უჯრედი. მაგრამ ჩანთაზე ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აქ უკვე ემტაკის სრულფასოვანი, ასე ვთქვათ, საბრძოლო ჩანთა, აქაც ხედავთ უკვე მულტიკამის შეფერილობის ლენტები. ამ შემთხვევაში არის უკვე 4 უჯრედი, ლუწი რაოდენობა არის 4 უჯრედი, თუმცა ძალიან ისეთი მაღალი ხარისხის ჩვეულებრივი კლასიკური მოლე არის
დაახლოებით ემტაკი კამერებზეც, ჯავშანჟლეტებზეც და ჩანთებზეც სადღაც 35 მმ-ზე ოდნავ უფრო დიდი ზომის უჯრედებს აკეთებს, რომელიც მეტნაკლებად თავსებადია ყველა სხვადასხვა აქსესუარზე. აქ ხედავთ, რომ ემტაკის ჩანთას გვერდებზე მოლეები არ აქვს. აქვე ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ცოტა ისეთი განსხვავებული ჩანთა, ამ შემთხვევაში ხედავთ უკვე, რომ ლაზერული ჭრის მოლე აქვს გვერდებზე და წინა მხრიდან ამ კონკრეტულ ჩანთას. მოკლედ ლაზერული ჭრის მოლეები ძალიან აქტიურად გამოიყენება და მთავარი განსხვავება რა არის? ასეთი ჭრა ხდება ძირითად მატერიალზე და შესაბამისად დანახარჯი ბევრად უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ დამატებითი ლენტების დამაგრება იმაზე კიდე საჭირო არის ძაფი აღარ გიწევს, მაგრამ საიმედოობის და სიმყარის ამბავში ჩვეულებრივი მოლე ჯობია. ასევე მინდა გაჩვენოთ ერთი ვარიანტი. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩანთაზე გვაქვს ესეთი ჩამაგრების სისტემა, ეს არ არის მოლეს სისტემა. თუმცა არის მოლეს ერთგვარი ანალოგი, მაგრამ რაღაცა ძალიან დიდი გავრცელება სოფლიო აღჭურვილობის ბაზარზე ვერ ჰპოვა. ეს არის ჰექსაგრაიდს ეძახიან, ჰექსაგონალური ფორმის ესეთი 6 კუთხა ფიგურები არის, რომელიც განაპირა ნაწილებში არის მხოლოდ ჩამაგრებები. ჩამაგრებები შუაში არ აქვს. შესაბამისად, მასზე მოლე აქსესუარების დამაგრება შეიძლება როგორც ვერტიკალურად, ასევე გვერდულად და ასევე დიაგონალურად დახრილადაც, მაგრამ სიმყარის ამბავში ჩვეულებრივი მოლე თავისთავად და ჩვეულებრივი ლაზერული ჭრის მოლეც ბევრად უფრო მყარი არის ამასთან შედარებით. აი 5-11 იყენებს სხვადასხვა აღჭურვილობაზე ესეთ ჰექსაგონალურ ჰექსაგრაიდის სისტემას, მაგრამ მე დიდად არ მომწონს და პრაქტიკული გამოყენება ესეთი ძალიან ისეთი არ აქვს მსოფლიოში. კი იყენებენ სხვადასხვა აღჭურვილობაზე. გვხვდება ჯავშანჟლეტებზეც, გვხვდება კამერებზე არ შემოხვედრია, ჯავშანჟლეტებზე გვხვდება, ჩანთებზე გვხვდება, მაგრამ თავსებადობის ამბავში, საიმედოობის ამბავში მოლე ბევრად უფრო კარგი სისტემა არის. შევეცადე რომ მაქსიმალურად პრაქტიკულ ენაზე ამეხსნა, რას წარმოადგენს მოლე სისტემა და როგორ უნდა მოახდინოთ მისი სხვადასხვა კონფიგურაციების აწყობა და თქვენი მოთხოვნების მიხედვით, ასე ვთქვათ, მორგება თქვენს მოთხოვნილებებზე. ზოგადად ეს ისეთი მიმართულებაა, რომელიც პრაქტიკულად ყოველ წელს, ასე ვთქვათ, ვითარდება, სხვადასხვა ტიპის აქსესუარები იქნება, სხვადასხვა ტიპის სამაგრის სისტემები და უწყვეტად მიდის ამ მიმართულების განვითარება. თუმცა, როგორც ხედავთ, მოლე პალსის სისტემა დღემდე მაინც ისეთი ყველაზე გავრცელებული უნივერსალური სისტემად რჩება, რომელიც პრაქტიკულობის ამბავში, საიმედოობის ამბავში ყველაზე ისეთი ოპტიმალური ვარიანტი არის რა. გამოიწერეთ ჩვენი მაღაზია ტაქტიკალის YouTube-ის არხი და აღჭურვილობის მიმოხილვებს, სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობის და ეკიპირების ელემენტების მიმოხილვებს კიდევ გავაგრძელებთ.